სექტორი დარწმუნებული ვარ, ნახე PPO რა თქმა უნდა იტალიაში მზარდი ტრენდით ვითარდება როგორც თუ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მაგრამ აი ხა ჩვენთან აი BPO სერვისები ხო, ანუ ახლა იკიდებს ფეხს, იმიტომ რომ ძირითადად მაინც კომპანიების უმეტესობა, განსაკუთრებით დიდი კომპანიები და ინვესტორები ხო, ანუ მაინც ანიჭებენ უპირატესობას ინსორს ყავდეთ მთელი კომპონენტები, მთელი რიგი მიმართულებები, დაწყებული ბუღალტერია აუდიტით, დასრულებული საოპერაციო სხვა მიმართულებებით, ხო? მაგისადამე აი მაინტერესებს ამ იდეოლოგიას და ფილოსოფიას და ბიზნეს მოდელს. რა ბიზნეს მოდელით შეიმუშავეთ, ხო? ანუ აი საქართველოში რამდენად აყვა ეკოსისტემა და მათ შორის აქვე მინდა მოვაყოლო კიდე ერთი კითხვა, ანუ აი მიმდინარე პროექტების კუთხით საქართველოში აი პორტფელში რამდენი პროექტი გაქვთ რეალურად დაგენერირებული? მიმდინარე პროექტი არის 6 ამ ეტაპზე. ჩვენ არა ვართ მსხვილი სამშენებლო კომპანია და არ ვამსხვილებ კომპანიას სპეციალურად. ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი გზა დაახლოებით 10 წლიანი გეგმა გვაქვს, როგორ უნდა განვითარდეთ და სად უნდა მივიდეთ ამ 10 წლის განმავლობაში. შესაბამისად საკმარი არის ჩვენთვის ის პროექტები, რაც ჩვენ გვაქვს და არ გვინდა გადავიტვირთოთ იქიდან გამომდინარე, რომ არ დაუშვათ ის ბევრი შეცდომა, რაც შეიძლება სწრაფად გამსხვილების პროცესს მოყვეს. რაც შეეხება აუთსორს კომპანიების მიერ მომსახურებების გატანას, ამას ალტერნატივა არ აქვს. ნახეთ, ხშირ შემთხვევაში მშენებლები და ალბათ სხვა ბიზნესები უშვებთ შეცდომას, შევდივართ და ცხვირს ყოფთ იმ სექტორებში, სადაც ჩვენი ექსპერტიზა არ წუდება. ანუ ჩვენ არა ვართ ექსპერტები. სატრანსპორტო კომპანია მე ვერ ვიქნები. მე არ ვიცი ლოგისტიკა, მე არ მაქვს ამის ცოდნა, რომ მე მყავდეს ის სატრანსპორტო საშუალებები, რაც შეიძლება ყავდეს სატრანსპორტო კომპანიას და მე როგორც აუთსორსი გამოვიყენო ის. რას გულისხმობ? მაგალითად, ხშირად უშვებენ სამშენებლო კომპანიები ჩვენ სექტორში შეცდომას, ყიდულობენ ყველა ტექნიკას, რაც კი არის ბაზარზე და ჭკვიალებს და კარგია ჩვენ მშენებლებს გვაქვს ის რა ქვია. გვიყვარს სათამაშოები და დიდი სათამაშოები, შესაბამისად ყიდულობთ ყველაფერს, უпростоრად ყიდულობენ ყველაფერს და შემდეგ უკვე ხდებიან შიგნით ეჭიდებათ ჟარგონი რო ვიხმარო სატრანსპორტო კომპანია. რომელსაც უნდა ცალკე ზეთი, რომელსაც უნდა ფილტრი, აგერავართ ავტობანში უნდა ნაწილები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ხდება მერე დიდი პრობლემა მათთვის, იმიტომ რომ ამისთვის შენ ხარ სამშენებლო კომპანია და არა სატრანსპორტო კომპანია. ანუ შენ სატრანსპორტო კომპანია თავისი მოგებით უნდა გამოიყენო შენი ბენეფიტის მისაღებად, იმიტომ რომ ვერასდროს შენ სისტემას ისე კარგად ვერ ააწყობ, რომ გახდე იმაზე უკეთესი ვიდრე სხვა სატრანსპორტო სისტემა. შესაბამისად, შენ თუ ბევრ სხვა სატრანსპორტო კომპანიაში გააკეთებ ტენდერს და აიღებ კარგ ფასად, კარგ მომსახურებას, შენ მოგებული დარჩები ყველა შემთხვევაში. ეს იგივეა, რომ ხშირად აკეთებენ ხოლმე, რომ იგივე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მქონდა ერთ-ერთ მსხვილ სამშენებლო კომპანიის დირექტორთან ერთ-ერთ უმსხვილეს საქართველოში პოლემიკა, ესე მეგობრული შეხვედრა ჰქონდა და 30 მილიონის დანაკარგი ჰქონდა შარშან საწყობიდან. ანუ ძირითადად საყალიბე სისტემები. ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ 30 მილიონის დანაკარგი. და არსებობს კომპანია, მაგალითად ჩვენ არის კომპანია GTC, რომელიც გვემსახურება საყალიბე სისტემებით, დოკა საყალიბე სისტემებით, მას დაიწყეს ქართული საყალიბე სისტემების წარმოებაც. ალტერნატივა არ აქვს ქირაობას. ჩვენც ვიყიდით დოკას შეუკვეთავთ, ჩამოვიტანთ, უკვე დაუშვით ეგ შეცდომა მრავალი წლის წინ დაახლოებით 8-9 წლის წინ ჩამოვიტანეთ ეს სისტემები და იქიდან შეგვჭა არაფერი. იმიტომ რომ სანდრო ეს არის ცალკე სისტემა, როგორ უნდა მოუარო, როგორ უნდა შეინარჩუნო, როგორ უნდა შეაკეთო, როგორ უნდა აღრიცხო და შენ თუ ამას ყველაფერს დაითოლი აი ეს კერხერით როგორ უნდა გაირეცხოს ის საყალიბე სისტემა, როგორ უნდა დასაწყობდეს მზე შეიძლება თუ არა მისიდება, თუ გადახურულში უნდა იყოს, თუ გადახურულში უნდა იყოს ეს გადახურვა ვიღაცამ უნდა გააკეთოს, ანუ ჩემი ჯიბიდან უნდა წავიდეს ეს ფული. შემდეგ ვინ უნდა მოუაროს და ვინ შეინახოს. აი ხა მოვყევი მაგალითი 30 მილიონის დანაკარგი ბოლო 2 წლის განმავლობაში. კატასტროფული ციფრია, დაუჯერებელი, ხო, მაგრამ ფაქტია რა. შესაბამისად, ანუ ჩვენ ვიყენებთ მაგალითად GTC-ს, არის კომპანია, რომელმაც მოგცა კარგი ფასი, რომ მისგან ვიქირაოთ საყალიბე სისტემები. არიან
ტელეფონის ზარიც არ გვჭირდება, ანუ ჩვენ სისტემაში შესყიდვების სამსახური ხსნის პირდაპირ პროგრამას და აკეთებს კონკრეტული სამშენებლო ობიექტის request-ს. ანუ შეყავს, აგდებს ფაილს AutoCAD-ისას, AutoCAD-ის ფაილი მიდის პირდაპირ GTC-ში, GTC ხსნის, გვიგზავნის პირდაპირ მოდის და სატრანსპორტო სამსახური ხედავს ამას ყველაფერს რეალურ დროში, რომელი მანქანა საიდან გამოვიდა, სად დაიცალა, მოვიდა, ინჟინერი მოყვა GTC-ში, აგვაწყობინა ყალიბი, ჩვენმა მეყალიბეებმა შემდეგ გააკეთეს თავის საქმე, დავშალეთ, მივეცით ასევე ჭუჭყიანი, როგორც მოხსენი, წაიღო და თვითონ მოუარა ამას. საბოლოო ჯამში მიმტკიცებდნენ, აი შეხვედრაზე მაგას ვიმოშებოდი, მიმტკიცებენ, რომ დაახლოებით 20-25%-ით იაფი გვიჯდება საყალიბე სისტემებს, როდესაც ჩვენი გვაქვს. რაც არის აბსურდი. საბოლოო ჯამში, როდესაც დაითვლიან, ვეუბნები, რომ აი გავა 2-3 წელიწადი და რომ დაითვლით ამ დოკა სისტემების თუ სხვა სისტემების ამორტიზაციას და იმ ხელფასებს, რაც გადაიხადეთ თქვენ ამის მოულაპატრონობა, შენახვა, დასაწყობება აღრიცხვაში, ამას თუ ყველაფერს დააჯამებთ, მაშინ არ გამოგივათ, რომ რამე მოგებაში წახვედით და თუ ახლა ქართულად დაითვლი, რომ იმას არ თვლი, რომ რას დაკარგავს საწყობში და ვიღაცა დალევს და სადღაც გაატანს და ვიღაცა მანქანიდან გადმოუვარდება, გაუტყდება და ნუ კაი, ახლა ერთი ცალი გატყდა, ეგ სხვა საქმე არის, მასე თუ დათვლი რა. ხო, არა, ძალიან საინტერესოა და გეთანხმები რა, აბსოლუტურად, რომ ისევ და ისევ ჩვენი ეკოსისტემაც მწიფდება ზუსტად იმ მიმართულებით, რომ პური უნდა გამოაცხოს მეპურემ და რეალურად აი აუთსორსინგს ამ მიმართულებით ალტერნატივა არ აქვს აბსოლუტურად და აი ძალიან კარგი ჯაჭვი მოყევი ახლა ამ შემთხვევაში, მათ შორის თავისი მანკიერი გამოცდილებებით და თავისი პოზიტიური და ოპტიმისტური გამოცდილებებით საბოლოო ჯამში.